ყოველთვის გათვლა ესეთი მაქვს რა, ნოკაუტით უნდა დავასრულო და ამ ბრძოლაშიც ჩემი გათვლა ესეთია. კარდიოც რა ვიცი. ისე ვიძახით ეხლა რომ როგორც ჩანს კარდიოც არ დამჭირდება ამ ბრძოლაში და. მე კორტავასთან ძალიან დიდი ხანია ბრძოლა მსურს რა და მე კორტავასთან დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი. ეს წინაზე შევთავაზე ამის წინა ივენტზე და აი ეს ვიჩხუბები და მე გეჩხუბები და ხოვაზე ხარ ისე გამოუვიდა რა და მაინც კვარაცხელიასთან არჩია ჩხუბი. როგორც მითხრეს მელიქიანს უნდა 77 კილოში ამოსულა რა. რას ფიქრობ შენ ამაზე? თან ისე სტილისტურად თქვენი მსგავსება ძალიან დიდი არის. ორი დაუმარცხებელი მებრძოლი ერთმანეთის პირისპირ. სასწორზე კი 77 კილოგრამის საჩემპიონო ქამარი. ზურა მუკვანი ამ დივიზიონის პირველი და ერთადერთი ჩემპიონია. 5 მოგება, არც ერთი მარცხი, უმაღლესი კლასის კრივის ტექნიკა და გაუტეხელი ხასიათი. ვალერი გორილა ყოჩიაშვილმა კი გზა ქამრამდე ნოკაუტებით გაიკვალა. არაადამიანური ძალა და უძლიერესი დარტყმები. გორილა გაჩემპიონებასაც ნოკაუტით გეგმავს. საღამოს მთავარი ორთაბრძოლის მონაწილეები ერთმანეთს პირისპირ გაესალმნენ. აშვები როგორ ახარ? შენ როგორ ახარ? რავი ნიჩო, აბა როგორ იმზადები? რავი ნელ-ნელა მიდის მზადება. შენ? ეს ნიჩო რა, იმზადები ჩემთვის კახეთში დედოფლის წყაროში და შესაბამისად ვთვლილობ რომ კაი ფორმაში დავხდე. ძალიან კარგი. შენ სად იმზადები? მე აქეთ ვარ თბილისში და ჩემთვის ჯერჯერობით ჩემთვის და მე მომნახავ ეხლა ამ დღეებში ალბათ დავიწყებ დარბაზში ვარჯიშს სპარინგებზე სიარულს. რაღაცას მეც მაგ დაყვარს ვფიქრობ რა, ჯერჯერობით ჩემით კაროჩე ვცდილობ რომ რაღაცნაირად შევიდე ფორმაში რა. ეხლა წონა რამდენი ხარ? ეხლა ვარ 88 რა. 88. შენ რამდენი ხარ? მე სადღაც 80-დან 82-მდე მაქსიმუმ რა. მშვენიერი წონა გიჭირავს. არ მაქვს ბევრი დასაკლები. მაგრამ ისე წინა ბრძოლაზე ნოზაძესთან 88-დან წამოვედი მე სხვათა შორის. მაშინაც ეგრე დავიკელე მე ნოზაძეს. აღდგენა როგორი? მშვენიერი. აღდგენით კარგად ვიგდგენ. მარტივად. მე ცოტა მიჭერს ხოლმე რა. ელო? ვერ ვიგდგენ, დაკლებით ადვილად, მაგრამ აღდგენით ცოტა გვიან რა, 1-2 თვე მჭირდება ხოლმე. არა, სწორად იწყება აღდგენას. ალბათ რა, შეიძლება, მაგრამ მე 3-4 ვიმატებ ხოლმე ყველა ვარიანტში. კაი. ნოზაძეზე რას ფიქრობ? ორივე ბოლო ბრძოლა ნოზაძესთან ჩავატარეთ. 5 რაუნდი მე ვიჩხუბე, შენ ადრევად დაამთავრე ბრძოლა და რას ფიქრობ ახლა ამ ბრძოლაში როგორი არის შენი ტაქტიკა? სხვათა შორის მე გამაში მოვედი თქვი რომ კაროჩე ყველა ბრძოლას მეთქი ნოკაუტით დავასრულებ რა. ეხლა შენთან კაიზმაკაცური დაახლო ურთიერთობა გვიჭირავს რა და ერთმანეთში და ისე განწყობა ყოველთვის ერთნაირი რა ყველას მიმართ და რავი, ნოზაძესთან უფრო ადრე ველოდებოდი დამთავრებას, მაგარი ბიჭია და რაღაც რა, მაგრამ ანუ იმდენად თავდაჯერებული ვარ და იმდენად მჯერა ჩემი თავის რომ მეგონა რომ სადღაც 40 წამში გავთიშავდი და ჯერ ვუთხარი კიდევაც რა პრეს კონფერენციაზე, მაგრამ ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან მაგარი მებრძოლი და რა ვიცი, მაგრამ ვაფშე არ ველოდებოდი მასე დამდგებოდა და დაჟე პირველ რაუნდში რომ ვერ დავუსრულე, მეთქი საღო ამას რა, იმენა სხვათა შორის გამიკვირდა მაგრად რა. ძალიან მაგარი ბიჭია. და აუ ეხლა დღეს ჩხუბობს სხვათა შორის რა და წარმატებებს უსურვებ იქ ბოქსშიც. ბატონო, კი ბატონო. და რა მებრძოლის სულის ბიჭია და შენც გაქვს ნაჩხუბი და კაი ბიჭია. ნოზაძეზე რავი ბევრი რამის თქმა შეიძლება. კაი სპორტსმენია, კაი ადამიანი არის. აი ზოგადად ეგეთ სპორტსმენებთან ღირს ხოლმე რა იმდენი იმ ხელა რაუნდების გაწევა ესე ვთქვათ და ჩხუბი რამდენიც ჩვენ ვიჩხუბეთ რა უფრო მეტ სიამოვნებას იღებს ჩემი აზრით მაგ დროს მებრძოლი და სასიამოვნო იყო ის 5-ვე რაუნდი ნოზაძესთან დღეს ეგ როგორც ჩვენ თქვი რომ ჩხუბობს რომ წარმატებები რა საქმესაც ხელს მოკიდებს სადაც თვითონ კარგად იგრძნობს თავს იმ საქმეში წარმატებებს უსურვებ რა. ნამდვილად, იმიტომ რომ როგორც მებრძოლი პიროვნულადაც ძალიან მაგარი კარგი ადამიანია და რა პატივს ცემს და ნოზაძე ეხლა ჩვენს ივენტზე ჩხუბობს და ჩხუბობს ბადოსთან რა, ბადოც კაი ბიჭი არის, ნოზაძეც წეღან ვილაპარაკეთ რომ მაგარი ბიჭი არის და რავი, ჩემი აზრით ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება. ორივე ესეთი ბიჭები არიან, სტილისტურადაც რაღაც შეიძლება მსგავსებაც იყოს მათ იმაში სტილში, მაგრამ რატომღაც მაინც მგონია რომ წონის მატება ნოზაძეს მოუხდებოდა რა. კი, შენ რას ფიქრობ? კი, ნამდვილად, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან ბევრს იკლებო რა 90
10-დან 92-დან მოდივარო და ხა ამდენი წონის კვლევა ფაქტიურად გასუსტებს ადამიანს და როგორც არ უნდა მოიმატო, მაინც ხოლმე ხა ორგანიზმი სუსტდება და მეც ესე ვფიქრობ, რომ წონის მომატება მოუხდება და მაგარი ჭუბი იქნება ძმაო რა. და ვერ ვიტყვი ხა რომ ანის, მაგრამ ორივეს წარმატებას უსურვებ, ორივე მაგარი ბიჭები არიან, ორივე მებრძოლები და რა ვიცი ძმაო. ისე რას ფიქრობ, როგორი განწყობით ხარ ჩვენთან აპირებ 5 რაუნდის ჭუბს თუ ახლა მომავალში გინდა რომ მორჩეს ჩვენი ბრძოლა. შევხედოთ რა როგორ იქნება ამ რაღაცებზე ლაპარაკი წინასთან არ მიყვარს ხოლმე რა. იმიტომ რომ მირჩევნია ხოლმე იქ რინგზე რო ადიხარ იქ გრძნობ ყველაფერს რა როდის რანაირად დამთავრდება ან გაგრძელდება. ამას იმიტომ გეკითხები რომ ბოლო რაუნდებში ნოზაძესთან დაღლა დაგეტყო რა. ხო და აბა მაგის მერე თუ შეცვალე რამე კარდიოსთან დაკავშირებით და ესე როგორც იცი ყოველთვის მე ნოკაუტზე ვარ გათვლილი და ამ ბრძოლაშიც ჩემი ფიქრი და ჩემი სტიმული და ჩემი ყველაფერი მაგაშია ჩადებული რა და ყოველთვის ისე ვემზადები რომ ავდგე და ნოკაუტით დავასრულო რა ჩემი ბრძოლა რაც შეიძლება მალე ხო და ესე ვფიქრობ მე რომ წესით ჩვენი ბრძოლა პირველ რაუნდსაც არ გასწდება რა და პროსტა შენ რა შეცვალე ამ ჭუბის მერე და როგორ ფორმაში ხარ ხა ეგ მაინტერესებს ფორმაში ჯერობით ისეთი არ ვარ როგორშიც მინდა კარდიოც რა ვიცი ისე ვიძახით ეხა რომ როგორ ჩანს კარდიოც არ დამჭირდება ამ ბრძოლაში და ნახოთ რა იქნება რა ეხა მე პირადად გამიხარდება და მომხრე ვარ იმისი რომ რაღაცა გარკვეული ესე ვთქვათ რაუნდები ერთმანეთთან ჩავატაროთ როგორც ნოზაძესთან გამიხარდა 5 რაუნდი იმიტომ რომ კაი პიროვნება არის კარგი სპორტსმენი არის და წეგან როგორც ვთქვი სასიამოვნო ესეთ სპორტსმენებთან რინგზე დიდხანს დგომა ისე გამიხარდება შენთანაც რა დანარჩენს კიდევ როგორც წეგან ვთქვი ვანახებს იქ რინგზე რო ავალთ მერე ისა ვინახავთ ყველაფერს რა ყოველთვის გათვლა ესეთი მაქვს რა ნუ ნოკაუტით უნდა დავასრულო და ამ ბრძოლაშიც ჩემი გათვლა ესეთია ძალიან მოკლე ხანში უნდა დავასრულო ეს ბრძოლა როგორც იცი ამ ზონაში მარტო მე არ ვარ მუკვანი ამ ზონაში ტოპებში კიდევ ჩემი ძმა არის მაინტერესებს შენი აზრიც და დამოკიდებულებაც იმაზე სულ რო რაღაცა იყოს თქვათ და მოგიწიოს ჩემს ძმასთან შეხვედრა შენი დამოკიდებულება როგორ რა იქნება როგორ წარმოგიდგენია სტილისტურად განსხვავებული არის ჩემგანაც შენგანაც თითქმის ყველას გამიც აქვს ჭუბობს როგორც პირველად ორივეს ძალიან დიდ პატივს გცემთ და ძალიან მაგარი ბიჭია შენი ძმა ძალიან მაგარი მებრძოლი ძალიან მაგარი დამტყმელი და თითქმის ჭუბობს ჩემნაირად ჩეხაობს რა მოდის იმენა წინ რა და მაგარი ჭუბი გვექნება სხვათა შორის თუ მოგვიწია ადრე თუ გვიან შეხვედრა და მჯერა რომ იქნება კაი ჭუბი იქნება ძმაო რა მაგრამ ყოველთვის ჩემი გათვლა ყველა მიცის რაც არის და როგორც არის ხო რა კარგია სპორტია და ხო რა ანუ იმ დონემდებ ამ ჩემ თავს იმ ვარჯიშებში იმ ფსიქოლოგიურად ის ყველაფერში რომ აი კაროჩე გამორიცხულია რა აი რომ მოვიგო და ის 5 რაუნდი ვიჩხუბო და ხელი მიამიწიონ თავს გამარჯვებულად არ ჩავთვლი როგორც მითხრეს მელიქიანს უნდა 77 კილოში ამოსულა რა რას ფიქრობ შენ ამაზე თან ისე სტილისტურად თქვენი მსგავსება ძალიან დიდი არის თითქმის ერთნაირი სტილი გაქვთ მელიქიანი კარგი სპორტსმენი არის მაგარი ბიჭი არის გრან-პრი ჭუბა ყველა დროზე ადრე დაამთავრა და რას ფიქრობ შენ მელიქიანთან კი ამოვიდა ძალიან მაგარი ბიჭია მაგ ბიჭთან ზმაკაცობა ერთხელ მithქია და ეხლაც ვიტყვი რომ აი 100%-ით ვცდილობ რომ გამოვრიცხოთ იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულებაც მასეთია მაგ კაცის მიმართ და იმისიც ესეთია ჩემი მიმართ დამოკიდებულება რა რომ არ უნდა ვიჩხუბოთ მე და მაგ კაცმა მაგრამ რავი კი ხალხისთვის ძალიან საინტერესოა რა ანუ აი ყველას მაგრა დაინტერესებს ჩვენი ჭუბი მაგრამ გამორიცხულია. მელიქიანთან არა ძმაო, მაგრამ რა მელიქიანს და კორტავას დიდი ხნის გასარკვევი აქვს რა და ესე არის რა, ეს მელიქიანი ამოვა ხარ როგორც გავიგე კორტავა ისევ დაბლა ჩადის და ასე შემდეგ და რა მე კორტავასთან ძალიან დიდი ხანია ბრძოლა მსურს რა და მე კორტავასთან დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი. ეს წინაზე შევთავაზე ამის წინა ივენტზე და აი ეს ვიჩხუბებ და მე გეჩხუბები და ხოვაზე ხარ, ისე გამოუვიდა რა და მაინც კვარაცხელიასთან არჩია ჭუბი რა. ეხლა მე კვარაცხელია ჟილკიანი ბიჭია, მებრძოლი ბიჭია, დადგა და რავი თავის მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ მან პროცენტულად უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო, რომ ყველა ვარიანტში კორტავას მოგებით დასრულდებოდა რა. და რა ვიცი ძმაო, თუ ექნება სურვილი
არა მაქვს პრობლემა რა. პროსტა ესე არა, როცა თვითონ მოუნდები, იმიტომ რომ მე როცა ვუთხარი რომ მეთქი მოდი და ვიჩხუბოთ, კვარაცხელიასთან არჩია ჩხუბი რა. იმიტომ რომ იცოდა ჩემთან რაც როგორც დახვდებოდი და ხოვაზე ხარ რაც მოელოდა და რა ვიცი. სხვათა შორის რა ფაციაც ეგრე მოიქცა რა. სამჯერ ოთხჯერ შევთავაზე, ჯერ ვიჩხუბოთო, მე ხოვაზე ხარ აღარ ვაპირებ მუშტი კრივში ჩხუბსო და ეხლა დადგა და ბოკელავაძესთან დადგა და მოდი ბოკელავა მე და შენ ვიჩხუბოთო რა და რა ვიცი ზმაო შენ მადლობა რომ კაროჩე მზად ხარ და რავი მიუხედავად იმისა რომ ვერ ვარჯიშობ კარგად მაინც მოდიხარ და ვაშკაცურად დგები ჩემთან ზმაო და მადლობა და რა ვიცი ძალიან მაგარ ბრძოლას ჩავატარებ ზმაო ალბათ ყველაზე მაგარი ბრძოლა იქნება ისტორიაში ეჭვი არ მეპარება რომ მაგარი ჩხუბი იქნება რა არც იმაში მეპარება ეჭვი რომ არაფერს არ დაიშურებ ამ ჩხუბისთვის არც შენ ისევე როგორც მე რა მებრძოლის სული გაქვს მებრძოლის სულის პატრონი ხარ ზუსტად ესეთებთან მიხარია ხოლმე თან მით უმეტეს სატიტულო ბრძოლებზე ჩხუბი და ერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის რომ როგორც ხალხი სიამოვნებს ამ ბრძოლით ისე დარწმუნებული ვარ მე და შენ დავრჩებით რინგიდან ჩამოსვლის მერე ნასიამოვნები რა კი ნამდვილად ძმაო და მე ძალიან მაგარი განწყობით ვარ მჯერა რომ მაგარი ჩხუბი გვექნება და ჩხუბის მერე კიდე რა ვიცი სულ რაღაც ალბათ 10-15 წუთი დავდგებით რინგზე ვიჩხუბებთ ვიომებთ და ჩამოვალთ და მერე ჩავეხუტებით ერთმანეთს და გავაგრძელოთ იმ ურთიერთობას და იმ სიყვარულს რაც აქამდე გქონდა რა